ფრანგული კინოს მხარდაჭერის სისტემა გააცნო ქართულ კინემატოგრაფისტებს. საფრანგეთის კინოცენტრის პრეზიდენტმა ერი გარანდომ ქართულ-ფრანგულ ერთობლივ პროექტებზეც ისაუბრა. მან საფრანგეთის სახელით შევალიე საპატიო ტიტული დააჯილდოვა ევროპის კინოს განვითარების ორგანიზაცია ევრიმასში საქართველოს წარმომადგენელი თამარ ტატიშვილი კინოხელოვნების სფეროში თანამშრომლობისთვის. საქართველოს კინოცენტრი ფრანგული მოდელით არის შექმნილი. ამიტომ ჩვენ ერთნაირ ღირებულებებს ვიზიარებთ, როგორიცაა კულტურული მრავალფეროვნება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში კინემატოგრაფია კიდევ უფრო განვითარდეს, გაიზარდოს კინოთეატრების რაოდენობა, მოხდეს ფილმების ციფრულ ფორმატში გადაყვანა. ამ თვალსაზრისით საფრანგეთის კინოცენტრს შეუძლია საკუთარი გამოცდილების გაზიარება. სახელმწიფო საფრანგეთის სახელმწიფო გადლევს ჯილდოს თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას გაკისრებს. საფრანგეთი არის წამყვანი ევროპული ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაზე დახვეწილი კინო მხარდაჭერის მექანიზმები და მე ვიმედოვნებ, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება ორ კინოცენტრს შორის და თუ ეკონომიკური და კულტურული მდგომარეობა და ფინანსების კუთხით გაუმჯობესდება საქართველოში, შეიძლება რომ მათგან საკმაოდ ბევრი ახალი მოდელი გადმოვიღოთ.